პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. თავად მამუკა ხაზარაძე კი თითქმის 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდა თბილისის პროკურატურაში. საგამოძიებო უწყება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. თათია ტაბეშაძე მუშაობს ადგილზე და ახლა ის პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. თათია გისმენთ. გაითიშა ის ტელეფონი? თათია ეთერში ხარ, თუ გესმის ჩვენი? ეს წუთია გამოვიდა მამუკა ხაზარაძე თბილისის პროკურატურიდან ის მის თანაგუნდელებთან ერთად, რომლებიც აქ ელოდებოდნენ მხარდაჭერის მიზნით, მიიჩნევენ, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე არის პოლიტიზირებული. რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებას, 359 მუხლით წარედგინა, რაც ითვალისწინებს 1 წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას და რომელს მოითხოვს აქედან პროკურატურა სასამართლოს წინაშე ხაზარაძის წინააღმდეგ. ამას შევიტყობთ ჩვენ ხვალ, როდესაც უშუალოდ სასამართლო სხდომა გაიმართება. რაც შეეხება უკვე ბრალდების საფუძვლებს, მას საფუძვლად დაედო პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის წინაშე ხაზარაძის არ გამოცხადების საკითხი. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ პარლამენტში შექმნილი არის საგამოძიებო კომისია წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულებების გამოძიების მიზნით, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთმა ბიზნესმენმა სწორედ ხაზარაძის და ასევე მისი პარტნიორი ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მისცა ჩვენება და ისინი დაბარებულები იყვნენ კომისიის წინაშე ახსნა განმარტების მიზნით, თუმცა არც ერთი მათგანი არ მივიდა და ამის მიზეზად მათ დაასახელეს ის, რომ მათთვის მე-11 მოწვევის პარლამენტი და ასევე იქ შექმნილი საგამოძიებო კომისია არის არალეგიტიმური. სწორედ ამის შემდეგ უკვე საქმე გადაეცა პროკურატურას და როდესაც გამოკითხვაზე დაიბარა პროკურატურამ ხაზარაძე, მან აირჩია მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა. რამდენიმე დღის წინ გამოიკითხა მაგისტრი მოსამართლის წინაშე ხაზარაძე და დღეს უკვე ის იმყოფებოდა სასამართლოში იმისთვის, რომ გაცნობოდა აი ამ გამოკითხვის ოქმს, რომელსაც ხელი მოაწერა და ამის შემდეგ უკვე თბილისის პროკურატურაში მივიდა, სადაც უკვე ბრალდების დადგენილებას გაეცნო. ჩვენ შევძელით მასთან კომენტარის ჩაწერა მას შემდეგ, რაც პროკურატურა დატოვა და როგორც უკვე გითხარით, საქმეს მიიჩნევს პოლიტიზირებულად. პროკურორმა მართა ყეყინაშვილმა წამიყენა ბრალი და შესაბამისად ალბათ გვეცოდინება ხვალ სასამართლოზე რას მოიცავს ეს ბრალეულობა. აქვე მინდა კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო, რანაირი მუხლიც არ უნდა იყოს ამ ბრალში განსაზღვრული ან სასჯელი, ეს ვერანაირად ვერ შემაცვლევინებს იმ დამოკიდებულებას, რასაც გვია, რომ ჩვენი ქვეყანა არის მიტაცებული, არჩევნები არის მიტაცებული, ქვეყანა არის გადასარჩენი, ის კომისია არის ცირკი, რომელიც და არა მარტო ცირკი, რომელიც დისკრედიტაციას უკეთებს ჩვენ ქვეყანას, მის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ სამხედროებს და დაღუპულ გმირებს. ამიტომ ბრძოლა იქნება აბსოლუტურად ბოლომდე. ის საკითხი, რომელიც ვითომ დაინტერესებს კომისიას და ამ დროს დაკავებულია, იმიტომ რომ დისკრედიტაცია მიაყენოს ოპოზიციურ პარტიას, კერძოდ მე და ბადრი ჯაფარიძე ჩემ თანაგუნდელებს, ნებისმიერ სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ ეს სასამართლო არის ბიძინა ივანიშვილის, ეს პროკურატურა არის ბიძინა ივანიშვილის და მორუსიძის დაქვემდებარებაში, მზათა ვარ ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი. ბიზნესმენი, რომელმაც ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მისცა ჩვენება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში არის ჯემალ ლეონიძე, რომელმაც დაადანაშაულა ხაზარაძე და ჯაფარიძე წინა ხელისუფლების დროს მათ პოლიტიკურ ელიტასთან თანამშრომლობაში და წილების იძულებით გადაფორმების პროცესთან დაკავშირებით თქვა, რომ ჯაფარიძე და ხაზარაძეც იღებდნენ ამ პროცესებში მონაწილეობას. ჩვენ მოგვიანებით, როდესაც შევძელით ხაზარაძის კომენტარის მოპოვება, მან თქვა, რომ ლეონიძესთან არანაირი ნაცნობობა და კავშირი არ გააჩნია. გმადლობთ, ეს თათია ტაბეშაძე იყო.